საყრდენ მამოძრავებელი სისტემა არის სისტემა, რომელიც სხეულს უქმნის საყრდენს, სძენს სტაბილურობას, ფორმასა და მოძრაობის უნარს. შესაბამისად, ეს სისტემა მოიცავს ძვლოვან და კუნთოვან კომპონენტებს, რომლებიც მოქმედებენ ერთად. კუნთები მიმაგრებულია ძვლებზე და ამგვარად სძენს სხეულს მოძრაობის უნარს. ჩვენი ორგანიზმის 200-ზე მეტი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ძვალი ერთმანეთს უკავშირდება და წარმოქმნის ჩონჩხს. ჩონჩხი კი თავის მხრივ რამდენიმე მთავარ ფუნქციას ასრულებს. პირველი, დამცველობითი ფუნქცია. იცავს შიდა ორგანოებს, მაგალითად, ხერხემლის არხი იცავს ზურგის ტვინს. საყრდენი, საყრდენს უქმნის სხეულს. მამოძრავებელი, აძლევს ფორმასა და მოძრაობის საშუალებას. სისხლმბადი, წარმოქმნის სისხლის ფორმიან უჯრედებს, კერძოდ ძვლის წითელ ტვინში. სამარაგო, საჭიროების შემთხვევაში ორგანიზმი გამოიყენებს ძველში არსებულ კალციუმის მარილებს ან ცხიმს, რომელსაც ძვლის ყვითელი ტვინი შეიცავს. დავიმახსოვროთ, ორგანიზმში კალციუმის იონები ხელს უწყობენ ძვლებისა და კბილების სიმტკიცეს, სისხლის შედედებას, კუნთების შეკუმშვას. ძვლების მოტეხილობის რისკის ზრდა დაკავშირებულია კალციუმის ნაკლებობასთან. ძველ სიმტკიცეს ანიჭებს არაორგანული ნივთიერებები. ძვლის რეკადობა ანუ მოქნილობა დამოკიდებულია ორგანულ ნივთიერებებზე, მაგალითად ცილა კოლაგენი, რომელიც ძველს ელასტიურობას ანიჭებს. ძვალი თავის მხრივ შემაერთებელი ქსოვილია, რომელსაც გარედან ძვლის საზრდელად ფარავს. ის მდიდარია ნერვებითა და სისხლძარღვებით. ძვლის სიგრძეში ზრდას ხრტილოვანი ქსოვილი, ხოლო ძვლის სისქეში ზრდას ძვლის საზრდელა განაპირობებს. ძვლის სიღრმეში ფოროვანი, ღრუბლისებრი ქსოვილია. აღნიშნულ ილუსტრაციაზე ასევე ხედავთ ძვლის ხრტილოვან ნაწილს, ძვლის ყვითელ ტვინსა და ძვლის ხროს. ამასთან ერთად ძვალი დაქცეულია მრავალრიცხოვანი არხებით, რომლებშიც სისხლძარღვები გადის. სისხლით კი უჯრედებს საკვები და ჟანგბადი მიეწოდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება 22-25 წლის ასაკში მთავრდება. ადამიანის ჩონჩხი იყოფა ხერძულ ჩონჩხად, ანუ ტორსის ჩონჩხი, დამატებითი ჩონჩხი, ანუ ზედა და ქვემო კიდურების ჩონჩხი და თავის ჩონჩხი. მოდით დავასახელოთ მნიშვნელოვანი ძვლები. ზედა კიდურის ძვლებია: ლავიწი, ბეჭი, მხრის ძვალი, სხივის ძვალი, იდაყვის ძვალი და მტევანი. კიდურების სარტყლების ფუნქცია კიდურები დააკავშიროს ტორსთან. ზედა კიდურის სარტყელი მოიცავს ლავიწის ძვალსა და ბეჭის ძვალს. ქვემო კიდურის ძვლებია: მენჯი, ბარძეყის ძვალი, კვირისთავი, დიდი წვივი, მცირე წვივი, ქუსლი, ნების და ფალანგის ძვლები. ქვემო კიდურის სარტყელი კი წარმოდგენილია მენჯის ძვლებისგან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, განასხვავებენ ძვლის წითელ და ყვითელ ტვინს. ძვლის ყვითელი ტვინი ცხიმოვანი ქსოვილია. ძვლის ყვითელ ტვინს მხოლოდ გრძელი ძვლები შეიცავს, მაგალითად მხრის, ბარძაყის და წვევის ძვლები. ძვლის წითელი ტვინი კი ღრუბლისებრ ქსოვილს ავსებს. სწორედ აქ წარმოიქმნება სისხლის ფორმიანი უჯრედები. ძვლის წითელი ტვინი გვხვდება კერდის, მხრის და ბარძაყის ძვლებში. სისხლწარმოქმნის აღნიშნული ტერმინი არის ჰემოპოეზი. ადამიანს გააჩნია ძვლების 5 ჯგუფი. გრძელი, ანუ ლულოვანი, მაგალითად ბარძაყის ძვალი, მხრის ძვალი. მოკლე, რომელიც მთლიანად ღრუბლისებრი ფოროვანი ქსოვილითაა აგებული, მაგალითად ხერხემლის მალები, კვირისთავი, ქუსლის ძვალი. განიერი, იგივე ბრტყელი, სიღრუე არ გააჩნიათ, მხოლოდ ღრუბლისებრ ქსოვილსა და ძვლის წითელ ტვინს შეიცავს, მაგალითად მკერდის ძვალი. ასევე შერეული და ჰაეროვანი ძვლები. მოდით განვიხილოთ ძვლების შეერთების სახეები. უძრავი შეერთების მაგალითია ქალას ძვლები, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ძვლების ნახევრად მოძრავ შეერთებას ნახევრად სახსარი ეწოდება. მაგალითად, ხერხემალი, ნეკნების დაკავშირება მკერდის ძვალთან. მოგეხსენებათ, ხერხემალი 33-34 პატარა ძვლის, მალების შეერთებით წარმოიქმნება. მალებს შორის ხრტილის თხელი ფენაა, რის გამოც ამ ძვლების მოძრაობა ისე ძლიერ აღარ არის შეზღუდული. მოძრავი შეერთება. ძვლების მოძრავ შეერთებას სახსარი ეწოდება. ახლა უფრო საფუძვლიანად განვიხილოთ სახსარი. ამგვარი შეერთებისას ერთ-ერთ ძვალს აქვს ღრმული, ფოსო, რომელშიც ზუსტად ჩნდება მეორე ძვლის გაფართოებული ნაწილი, თავი. ღრმული და ძვლის თავი დაფარულია გლუვი ხრტილოვანი ფენით,
რაც უზრუნველყოფს სახსარში მოძრაობის დროს ცვლის სრიალს ღრმულში. სახსრის შემადგენელი ძვლები ძალიან მტკიცე იოგებით ერთდება. სახსარი სასახსრე ჩანთაშია მოთავსებული, რომელიც სასახსრეს სითხე შეიცავს. აღნიშნული კი ამცირებს ხახუნს და ხელს უწყობს ცვლის თავისუფალ მოძრაობას სასახსრე ღრმულში. ახლა კი განვიხილოთ მთავარი სახსრები ადამიანის ორგანიზმში, რომელთა ცოდნაც თქვენთვის აუცილებელია. მხრის სახსარი იქმნება მხრისა და ბეჭის ცვლების დაკავშირების შედეგად. იდაყვის სახსარი იქმნება მხრისა და წინამხრის, იდაყვისა და სხივის ცვლების შეერთებით. მენჯბარძაყის სახსარი იქმნება მენჯის ცვლისა და ბარძაყის ცვლის შეერთებით. საფეთქლ-ქვედაყბის სახსარი იქმნება საფეთქლისა და ქვედაყბის ცვლის შეერთების შედეგად. გულმკერდის ჩონჩხი წარმოდგენილია 12 წყვილი ნეკლითა და მათი ხრტილებით, 12 მალითა და მკერდის ცვლით. გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ აღნიშნული ნახევრად მოძრავი შეერთების სახეა. ადამიანის ხერხემალი შედგება ერთმანეთთან სახსრებითა და იოგებით დაკავშირებული 33-34 მალისაგან. მათ შორის 24 ეგრეთ წოდებული თავისუფალი მალაა. აქედან 7 კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის, 5 გავის და 4-5 კუდუსუნის მალა. გავის და კუდუსუნის მალა შეზრდილია ერთმეორესთან უძრავად. ხოლო ძვალთა ნახევრად მოძრავი შეერთება გვხვდება კისრის და წელის ნაწილში. ხერხემლის მალათა ხვრელებით იქმნება ხერხემლის არხი, სადაც საიმედოდ არის დაცული ზურგის ტვინი. კისრის პირველი მალის სახელწოდებაა ატლასი. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ატლასი იყო ტიტანი, რომელსაც მხრებით ეკავა ცის კაბადონი. კისრის მეორე მალის სახელია აქსისი. ლათინურად ღერც ნიშნავს. სხვა მალებისგან განსხვავებით, მალის სხეულს ზევითა ზედაპირზე აქვს კარგად განვითარებული ძვლოვანი მორჩი, ეგრეთ წოდებული კბილი, რომლის გარშემოც ვერტიკალურად ტრიალებს პირველი მალა თავთან ერთად. ასევე დავიმახსოვროთ, რომ მალების ზომა ზევიდან ქვევით იმატებს. შესაბამისად, ყველაზე მსხვილი მალები მოთავსებულია წელის არეში. ყველაზე გრძელი წვეტიანი მორჩი კი კისრის მალას აქვს. ადამიანს აქვს ესისმაგვარი ხერხემალი, რომელიც 4 ფიზიოლოგიური ნადრეკითაა წარმოდგენილი. 2 წინ ფიზიოლოგიური ლორდოზი, 2 უკან ფიზიოლოგიური კიფოზი. აღნიშნული ადამიანს განუვითარდა 2 ფეხზე სიარულის გამო. ნადრეკების გაჩენას კისრის, მკერდის, წელისა და გავის კუნთების შეთანხმებული მოქმედება იწვევს. ხერხემლის ნადრეკები ამცირებს ბიძგებს და ხელს უწყობს სხეულის მასის თანაბარ გადანაწილებას. ასევე მონაწილეობენ წონასწორობის დაცვაში. დავიმახსოვროთ, ახალშობილს ხერხემლის ნადრეკები არ გააჩნია. სხვადასხვა გარემო ფაქტორების ზეგავლენით შესაძლოა განვითარდეს პათოლოგიური ფორმები, როგორიცაა პათოლოგიური ლორდოზი, კიფოზი ან სკოლიოზი. აღნიშნულს ტანადობის დარღვევა ეწოდება. თავის ქალა შედგება ტვინისა და სახის ნაწილებისაგან. ტვინის ქალა ერთმანეთთან მჭიდროდ და უძრავად შეერთებული ძვლებისაგან შედგება. ტვინის ქალას ძვლებია წყვილი თხემის და წყვილი საფეთქლის, კენტი შუბლისა და კენტი კეფის ძვალი. კეფის ძვალზე განსაკუთრებული წარმონაქმნი, კეფის დიდი ხვრელია, ფორამენ მაგნუმ. სახის ქალა 14 ძვალს შეიცავს. აქედან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ზედაყბა, ცხვირის ძვალი, ყვრიმალის ძვალი, ქვედაყბა. მათგან ყველაზე დიდი ყბის ძვლებია. ქვედაყბის ძვალი ქალას ერთადერთი მოძრავი ძვალია. აღნიშნული მოდული დავასრულოთ ძვლებთან დაკავშირებული დაავადებებით. სურათზე ხედავთ რაქიტით დაავადებულ ბავშვს. ეს არის ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობით განპირობებული ჩვილ ბავშვთა დაავადება. ვლინდება ქვედა კიდურების ძვლების დეფორმაციით. შეიძლება იყოს მომრგვალო ოს ფორმის ან X-ის მაგვარი. ოსტეოპოროზი დაავადებაა, რომელიც იწვევს ცვლის მოცულობის ერთეულში ცვლოვანი ელემენტების შემცირებას, რის გამოც მოტეხილობების რისკი იზრდება მცირე დაზიანებისა და დაცემის დროსაც კი. ნორმაში ადამიანის ტერფს თაღის ფორმა აქვს. აღნიშნული თაღი ამორტიზატორის როლს ასრულებს. სწორედ ამის გამო ტერფი ადვილად უძლებს სხეულის სიმძიმეს და ადამიანს უადვილებს არასწორ ზედაპირზე გადაადგილებას. ბრტყელტერფიანობის დროს კი ტერფის თაღი დაბლა ეშვება და ბრტყელდება. მისი გამომწვევი მიზეზებია: გენეტიკური წინასწარ-განწყობა, ჭარბი წონა, არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი და ასე შემდგომ.
ეს იყო ვიდეო გაკვეთილი ძვლების შესახებ. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმები, რათა არ გამოტოვოთ საინტერესო სიახლეები. მომავალ შეხვედრამდე.